გამარჯობათ. გადავწყვიტე მოკლე ვიდეოს ჩაწერა, რადგან ჩემს ბოლო ვიდეოსთან დაკავშირებით კითხვები დაისვა, რაღაცები აინტერესებთ მაყურებელს და მინდა რომ მოკლედ გავცე პასუხები. შეიძლება იგივე კითხვა სხვასაც ჰქონდეს, ამიტომ ბევრჯერ რომ არ დაისვას ერთი და იგივე კითხვა, ვეცდები რომ მოკლე ვიდეო ჩავწერო ამ კითხვებთან დაკავშირებით. ესე იგი, ესეთი რამე აინტერესებთ, რომ რამდენი საათი ვიმუშავე კვირაში, რამდენი დღე და როდიდან როდემდე. ანუ ეს არის წმინდა ასე ვთქვათ, ლოგბუქთან დაკავშირებული საკითხი. ჩვენ ტრაქის ძღოლები ხმარობთ ელექტრონულ აღრიცხვას, ვიყენებთ ელექტრონულ აღრიცხვას. პლანშეტებში გვაქვს სპეციალური პროგრამა გადმოწერილი და იმის მიხედვით მუშაობთ, ანუ გვაქვს რეგულაციები, რომელშიც უნდა ჩავეტიოთ. ეს რეგულაციები ასე გამოიყურება, რომ მიყოლებით, ანუ შესვენების გარეშე გვაქვს ჩვენ 70 საათიანი ციკლი და შეგვიძლია აი ეს 70 საათი სანამ ამოიწურება, ვიმუშაოთ ოღონდ სპეციალურად განსაზღვრული ამისთვის გამოყოფილი საათები და ეხლა ეს როგორ ხდება? ანუ დღეში ჩვენ ამ 70 საათიდან შეგვიძლია გამოვიყენოთ 24 საათში შეგვიძლია გამოვიყენოთ მხოლოდ 14 საათი. აქედან 11 საათი შეგვიძლია ვიმუშაოთ, ვიაროთ, ვიმუშაოთ, ანუ მუშა პროცესში ვიყოთ. დანარჩენი 3 საათი ვიყენებთ დასვენებისთვის, საჭმელი თუ საწვავი თუ ასე შემდეგ, პირადი საჭიროებისთვის. აი ეს არის 24 საათში მაქსიმუმი 14 საათის გამოყენება, რაც შეგვიძლია. 14 საათის გასვლის შემდეგ 10 საათი არის სავალდებულო დასვენება და 10 საათის გასვლის შემდეგ ისევე ახლიდან ირთვება ეს 14 საათი და იგივე გრძელდება. ანუ, როდესაც ჩვენ ამ 70 საათს გავხარჯავთ, ეს შეიძლება გახარჯო ერთ კვირაში, შეიძლება ამ ერთი კვირიდან არ იმუშაო ყველა დღე და კიდე დაემატოს შემდეგ დრო, ამასაც აგიხსნით. ამიტომ აი ესე მიყოლებით თუ მუშაობ, გაქვს 70 საათი და 70 საათის გასვლის შემდეგ უკვე 34 საათი ვისვენებთ. ეს არის აუცილებელი, რომ 34 საათი რესტარტზე უნდა დადგე, 34 საათის გასვლის შემდეგ ისევე 70 საათიანი ციკლი ირთვება. ეს არის ამ ლოგბუქის პრინციპი. ამას კიდე აქვს ახლა დამატებით ბევრი რაღაცეები, მაგრამ მე მგონი ახლა მაგას რომ მიყვე არც თქვენთვის იქნება საინტერესო და მით უმეტეს გაგვიგზელდება საუბარი. ესე შაბათ-კვირა გამოყოფილად ვისვენებ თუ არ ვისვენებ, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს არც რომელიმე ტრაქერისთვის, იმიტომ რომ გააჩნია რა მანძილზე მიგაქვს კვირთი და ამისთვის როდის გიწევს კიდე ეს 34 საათიანი დასვენება. ძირითადად შაბათ-კვირას დასვენება არ ქვია ამას, ანუ უფრო შეღავათიანად ვართ, იმიტომ რომ პარასკევს ვიღებთ long mile-ებს, გრძელ მანძილზე გადასატან ტვირთებს და ამ ტვირთის გადატანისთვის გვაქვს რაღაც მე ესე ვარ ყოველ შემთხვევაში სადღაც 3 დღე, პარასკევი, შაბათი, კვირა. ვანაწილებ მე ამ გასავლელ მაილებს ამ 3 დღეზე და შეღავა უფრო დასვენებულად ვარ. ან ძირითადად 99% ამ შაბათ-კვირას ისე იყენებს, რომ 34 საათიანი რესტარტი გააკეთოს. ეგ დარჩენილი თანხა სულ თქვენია თუ საგადასახადო ითხოვს რამეს წლის ბოლოს. ანუ ეხლა როგორ ხდება? ეს გამომუშავებული თანხა, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში გამოვიმუშავე და ავიღე, ესე ცალკე აღებული, ამაზე მე არაფერი არ მეჭრება, იმიტომ რომ მე არ მუშაობ W2-ზე. ანუ W2 ეს არის გადახდის ისეთი სისტემა, როდესაც წინასწარ, ყველა აღებულ ხელფასზე წინასწარ სახელმწიფო გიქვითავს უკვე იმ ტაქსებს, რაც უნდა გადაგეხადა წლის ბოლოს. მე მუშაობ 1099 ფორმა ქვია ესეთი, როცა წლის ბოლოს ანგარიშდება ყველა, ანუ
ის შემოსავალი, რაც მე გავაკეთე წლის განმავლობაში. ეს კიდე ასე ხდება. კომპანია, რომელშიც მე ვარ გაფორმებული, 31 დეკემბრის ჩათვლით, ანუ 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, გამომუშავებულ თანხას, რომელიც მან მე გადამიხადა, მიგზავნის 1099 ფორმას, სადაც წერია, რომ აი შენ გამოიმუშავე ეს კონკრეტულად ეს თანხა და მე მაქვს ეს ფორმა. შემდეგ უკვე აპრილის 15-მდე მე ეს ფორმა უნდა წარვადგინო საგადასახადოში ელექტრონულად, სადაც ბუღალტერთან ერთად ვავსებ უკვე იქ ბევრი ფორმა არის მოცემული და იქ დეტალურად წერთ უკვე რომ ანუ კომპანიამ მე კი გამომიგზავნა რომ შემოსავალი ამდენი მქონდა, მაგრამ მე უნდა ჩამოვწერო ხარჯები, ანუ რა ხარჯი მქონდა. და ამ მოგებიდან, ანუ იმ კომპანიიდან მიღებული მოგებიდან მე რა დამჭა და ხარჯები კიდე შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს, შეიძლება იყოს მაგალითად მანქანის მომსახურების ხარჯი, რემონტის ხარჯი, პარკინგის ხარჯი, დიზელის ხარჯი, ასევე ტელეფონის შეგიძლია ხარჯი გაატარო, ინტერნეტი თუ ხმარობ, ცალკე ინტერნეტს მე მაქვს ცალკე ინტერნეტი მაგალითად. და უამრავი ხა აღარ გავაგზელებ, უამრავი რაღაცა არის, აი ეს რაც შეიძლება ხარჯებში ჩამოწერო. შემდეგ ეს ხარჯი გამოაკლდება კომპანიის მიერ გამოგზავნილ თანხას და რაც დარჩება ციფრი, იმ ციფრს უგზავნის საგადასახადოს, რომ მე ესეთი მოგება ვნახე. იქვე უკვე კალკულაციას აკეთებს პროგრამა და მეუბნება, რომ დარჩენილი თანხა, რომელიც მე მოგების სახით ვაჩვენე, თუ რა გადასახადი უნდა გადავიხადო ამისთვის. აი ეს არის ესეთი პრინციპია, ანუ ის რომ მე ყოველ ხელფასზე რაღაცას ვიხდიდე, კონკრეტულად ესე არ ვიხდი, იმიტომ რომ ეს სხვა ფორმა, ამას W2 ფორმას ეძახიან და მე მას არ ვიყენებ და ტრაქერები საერთოდ არ იყენებენ მაგ ფორმას, მუშაობთ 1099-ზე და წლის ბოლოს ვიხდით, აი როცა ხარჯებს ჩამოწერთ, რაც დაგვრჩება მოგება, იმას ვიხდით წლის ბოლოს. ბატონო ჩემო, რაც შეეხება, ხო, რაც შეეხება პენსიას, თქვენი ხდით საპენსიო ფონდში კომპანია თუ როგორ ხდება? საპენსიო საკითხებთან დაკავშირებით მე დიდად გარკვეული არ გახლავართ, მაგრამ ვიცი ერთი რამ, რომ პენსია ანგარიშდება, ანუ რა გექნება მომავალში პენსია, რა რაოდენობის პენსია, დამოკიდებული არის მნიშვნელოვნად იმაზე, თუ რა გადასახადებს იხდი ყოველწლიურად. თუ კარგად იხდი გადასახადებს, შემდგომში უკვე პენსიაც მომატებული გექნება და არა რაღაც მინიმალური სტანდარტული. ასევე ვიცი რომ მინიმუმ 10 წელი უნდა იმუშაო, სტაჟი უნდა გქონდეს მუშაობის, რომ ნორმალური პენსია აიღო და კი ბატონო, მართალი ბრძანდებით არის კომპანიები, რომლებიც უხდიან მძღოლებს საპენსიო ფონდში დანამატს, ან თვითონ მძღოლები მეც შემიძლია რომ საპენსიო ფონდში გავაკეთო გადარიცხვები, მაგრამ ამას არ ვიყენებ. რა ვიცი, აი დამოკიდებული ვარ იმაზე, რომ გადასახადებს რომ გადავიხდი, იმ გადასახადებიდან წელს გადავიხადე მაგალითად შარშანდელი გადასახადები $6,000 მომიწია. $6,000 გადავიხადე გადასახადის სახით. ესეა. ეხლა კიდე რას გვეკითხებია? ხო, თუ ტრაილერი თქვენია $400 რატომ მიხდით? ტრაილერი ცოტა დამაბნეველი გამოვიდა, რა თქმა უნდა, იმ განხილვის დროს, რომ ტრაილერის კირა რო ვახსენე. ანუ აქ ჩვენ ტრაილერს ვეძახით მისაბნელს. ანუ რაც არის ჩაბმული ბობტეილზე, ტრაქზე რაც არის ჩაბმული, აი ის ნაწილი არის ტრაილერი. ნუ ჩვენ ასე ვეძახით. შესაბამისად, ის ტრაილერის ტიპი, რაც მე მყავს ნაქირავები, არის კონესტოგა და ამ კონესტოგაში მე ვიხდი კვირაში $400. თვეში გამოდის $1,600. წვანე ბარათით ხარ თუ როგორ მოხვდით ამერიკაში, ეგეც გითხარით.
თავის დროზე ჩამოვედი კი მწვანე ბარათით, ეს 2017-ში მოვიგეთ ოჯახმა, ჩამოვედით. ამჟამად ვარ ორმაგი მოქალაქე, საქართველოს და ამერიკის მოქალაქე და ამ ხნის განმავლობაში, რაც აქ ჩამოსული ვარ, თავიდან 3 წელი ვიმუშავე ტაქსზე, დანარჩენი ბოლო 5 წელია უკვე ტრაილერზე ვმუშაობ. კიდე რა კითხვა არის? მანქანის ხარჯს არ თვლითო? ანუ მანქანის ხარჯს რაც შეეხება აუცილებლად დასათვლელია, ამას ჩვენ ვეძახით მანქანის წვეთის ხარჯს. ადრე იყო ხოლმე ესე, რომ ყოველ გავლილ მაილზე, მაგალითად, მანქანის წვეთის ხარჯს ვაკლებდით 10 ცენტს ერთ გავლილ მაილზე. ანუ რამდენ მაილსაც გაივლიდი, იმდენი 10 ცენტი უნდა გადაგედო გვერდზე და ეს ფული შემდგომ უნდა გამოგეყენებინა მანქანის რემონტისთვის. ეხლა რა თქმა უნდა, ყველაფერი რომ გაძვირებულია, ეს 10 ცენტი უკვე აღარაფერს აღარ წარმოადგენს. მე ვფიქრობ, რომ მაილზე უკვე სადღაც ერთი 30 ცენტი უნდა, ეს ჩემი აზრია, ერთი 30 ცენტი უნდა იანგარიშო და გადადებული უნდა გქონდეს ყოველ გავლილ მაილზე, აი 30 ცენტი უნდა შეინახო, რომ შემდეგ მანქანის რემონტს მოახმარო. ეხლა მე ასე კონკრეტულად ყოველი აღებული ხელფასიდან რაღაც თანხას მანქანისთვის არ ვდებ, იმიტომ რომ გადადებული მაქვს და ვიცი რომ აი რაღაცა რომ დაჭირდეს მანქანას, ამისთვის ცალკე მაქვს თანხა გამოყოფილი, რომ მოვახმარო იმას. კითხვა თავისთავად, რა თქმა უნდა, რელევანტურია, ესეა, მანქანის წვეთა უნდა იანგარიშო და ხარჯი. კიდე რა გვაქვს? მეტი არაფერი. მოკლედ, კიდე რა მინდოდა თქვა, რახან ესეთი ინტერესი გამოიწვია ჩემმა ვიდეოებმა მუშაობასთან დაკავშირებით და ასევე ანაზღაურებასთან დაკავშირებით. გადავწყვიტე მე კიდე ერთი კვირა გავაგზელო, მით უმეტეს ახლა ჩემი დისპეჩერი იქნება მომავალი კვირიდან. გავაგზელო ერთი კვირა, უფრო დავხვეწო ვიდეოების პროცესი, იმ მხრივ რომ ერთ ვიდეოში ჩავატიო ტვირთის აღება, განახევთ რა სახის ტვირთი იქნება და იმ ვიდეოში იქნება ასევე იმ ტვირთის ჩამოცვლა და კონკრეტულად ვიტყვი რომ რა მანძილზეა გადასატანი, ასევე რამდენ სიხდის ბროკერი აღნიშნულ ტვირთში, ასე რომ თითოეულ ვიდეოში იქნება ერთი კონკრეტული ტვირთის შესახებ. იმ კვირის სტეიტმენტსაც რა თქმა უნდა თქვენთან ერთად ვიანგარიშებ და ვნახავთ. მე ახლა ველოდები რომ მომავალი კვირიდან ალბათ უფრო მეტად რაღაცეები შეიცვლება, რადგან საწვავის ფასებს რომ უყურებ მომატებულია და ვფიქრობ რომ ამ კვირის სტეიტმენტისგან განსხვავებულ სტეიტმენტს მივიღებ და უკვე შეგვიძლია შევადაროთ აი რა ცვლილებები მოხდა. სულ ეს იყო ჩემო მეგობრებო, რა ვიცი, თუ რამე კითხვები გექნებათ ხოლმე, მე ამ კითხვებს მოვინიშნავ და გაგცემთ აუცილებლად პასუხს. მადლობა.